საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეები არის ვიდეო ლაივი ვერ მოახერხე ჩამეწერა. იმი ცხოვრების რიტმიდან და სტილიდან გამომდინარე, ასე რომ ბევრი წერილი მომივიდა, ხომშვიდობა გაქვს. თუ ინტენსიურად ვერ მოახერხებ ვიდეო ლაივების ჩაწერას, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ამბავი არის ირგვლივ, მაგრამ მესმის ადამიანების, რომლებიც განიცდიან და მადლობა მინდა გითხრათ სულ ყველას ყურადღებისთვის. მადლობა, უფალს ყველაფერი კარგადაა. მაგრამ საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს ახალ პარალელურად და ჩემი აუდიტორია მიჩვეული არის, რომ გავს თემებთან დაკავშირებით აუცილებლად გვაქვს საუბრები და მესმის, ამიტომ ცოტა რომ დამიგვიანდა. კარგი მოგესალმებით. მოკლედ დადგა ის ნანატრი მომენტი, დადგა ასე რომ ვთქვათ, ჟამის სანეტარო, რასაც ძალიან ბევრი ელოდა საქართველოში, ხელისუფლების თამადობით, ივანიშვილის თამადობით. და კოცების თამადობით და ბევრი კონსერვატორის თამადობით, ვინც ელოდებოდა, რომ ტრამპი მოვიდოდა და ყველაფერი უცებს ასიკეთოდ შეიცვლებოდა. რაშია ხალხო, იცით საქმე? მე ახსენდება ეს ჩვენ ერს საერთოდ ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს. ყოველთვის ვიღაცაში ეძებს მხსნელს და მით უმეტეს საკუთარი ქვეყნის გარეთ. ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, ვიცხოვრე, ვიცი რა გზებითი არა საზოგადოება მერმა და მესმის რა ტრამვირებული საზოგადოება გვაქვს და ყოველთვის რაღაცა ამოსასუნთქს ეძებს, მაგრამ ახლა კი არა, ჯერ კიდე როდის თქვა სოკრატეს ნათქვამია, თუ არ ვცდები,ერსო რომელსაც ერთ ადამიანზე აქო ბედიო და მოლოდინები მინდობილიო, იმ ერს მომავალი არა აქვსო და ახლა მით უმეტეს თუ ეს ერთი ადამიანი საერთოდ ოკეანის გაღმა არის და სხვა ქვეყნის პრეზიდენტია, ამ შემთხვევაში მთლად დაუყულია ქვეყანა და არ შეიძლება ეგეთი მინდობა, იგიც პოლიტიკოსზე და იგიც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე. აბსოლუტურად ყველაფერს რაციონალურად უნდა შეხედო. მე მახსოვს 90-იან წლებში, იმიტომ რომ საზოგადოებას ყოველთვის ასე ტყუილებით კვებავენ, მე მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც შევარდნაძე ჩამოათხრიეს საქართველოში და საქართველოს ჯიჯვნით და განადგურებით იყო დაკავებული, მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ გერმანიამ უნდა მიხედოს საქართველოს, გერმანია მოხედავს საქართველოს, იმიტომ რომ გერმანიის გაერთიანებაში შევარდნაძის როლი დიდია, ქართველების როლი დიდია და აუცილებლად იქამდე მარკად შემოდიოდა 1000 რამე და რაღაცნაირად ახლა ეს 90-იანი წლები იყო, როდესაც ახალმოყოლებული ქონდა ქვეყანას დამოუკიდებლობა და იყო ესეთი რაღაცა მიამიტური მოლოდინები, მაგრამ მის მერე გავიდა წლები და კარგად ნახეთ, რომ არავინ ჩვენ არ დაგვეხმარა და არავინ გვერდში არ დაგვდგომია, ისე როგორც ჭირდება ქართველებს. პირიქით, ყველა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის გამოყენება და საკუთარი ინტერესების გატარებაცადა და ამიტომ უნდა ადრე თუ უნდა დაბრძენდეს საზოგადოება და კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ არავინ ჩვენი ლამაზი თვალების გულისთვის ჩვენ არ მოგვეხმარება, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. თუმცა ის რომ საგარეო სარბიელზე რაღაცა მოხდება, რომელიც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს და ბევრ ცვლილებას მოიტანს, ეს აბსოლუტურად გასაგებია და აბსოლუტურად ნორმალურია და ამაზე მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ამერიკა ეს არ არის რომელიღაცა პატარა ქვეყანა, არის მსოფლიოს ერთ-ერთი
უძლიერესი ქვეყანა მთელი მსოფლიო მასშტაბით, გავლენებით, თავისი ინტერესებით და ასე შემდეგ. ამიტომ იქ ხდება ფაქტი არის, რომ იქ უკვე საქმე რაშია, იცი, აქ პიროვნულ ცვლილებაზე არ არის საუბარი. ფაქტია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც პრაქტიკულად ბოლო 34 წელიწადი განსაკუთრებით იდგა ამ ლიბერალური იდეოლოგიის, ასე რომ ვთქვათ, ექსპორტზე და თვითონ ჯერ მის ქვეყანაში დამყარებაზე იმ ფორმით, რა საშინელი ფორმითაც ეს აღმოჩნდა და ლიბერალური იდეოლოგიის ექსპორტზე მთელ მსოფლიოში და ყველაფერი ხდებოდა ამ ლიბერალიზმის და დემოკრატიის სახით. ახლა განსაკუთრებით სადაც ნავთობი მოჟონავდა, იქ განსაკუთრებით უჭირდა დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და საერთოდ თავისუფლებას და ეს გასაგები არის, მაგრამ საერთოდ ამ იდეოლოგიაზე აწყობდა ამერიკის შეერთებული შტატები თავის პოლიტიკას. ამიტომაც იყო საქართველოშიც ამ იდეოლოგიაზე აწყო თავისი პოლიტიკა, ამიტომაც იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელი ზვიადგამსახურდია მერაბ კოსტავა და საერთოდ ეროვნული ძალები, ეროვნული მოძრაობა. ამიტომ იყო რომ დინების აღმა მიდის, თუ მიდიოდა თურმე ზვიადგამსახურდია, არ აინტერესებდა რომ სოფლიო ლიბერალიზმის ეპოქა ხდებოდა და ამიტომაც იყო ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური წინააღმდეგობით და პუტჩისტების მხარდაჭერით მოხდა ის, რაც მოხდა საქართველოში და შემდეგ ეს 33 წელიწადი აეწყო ჩვენი ქვეყნის ბედი. მათ შორის ახლა ბევრი შემედავება და მეტყვის, რომ რუსეთი, მათ შორის რუსეთიც ამერიკის ფეხქვეშ იყო გაგებული. ისე თუ ვინმეს ცოტა გონებაში უჭირს ეს ჩემი პრობლემა არა, მისი პრობლემაა, იმიტომ რომ იმ პერიოდის რუსეთის პრეზიდენტის ელცინის საარჩევნო შტაბის უფროსები იყვნენ ЦРУ-ს ოფიცრები, რუსეთის ბირთვულ იარაღებზე იჯდა ЦРУ-ს წარმომადგენლები და სრულად ხდებოდა რუსეთის კონტროლი თავიდან ბოლომდე ჩადიოდა რუსეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში და იქ კონგრესში გამოდიოდა და იძახდა რომ ღმერთო დალოცი ამერიკაო და ლანძღავდა და აფურთხებდა იმ ქვეყანას რომელი ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და რომელი ქვეყნის ჩინოვნიკიც და შემდეგ პრეზიდენტი იყო. ამიტომ სამყარო იყო ცალპოლუსიანი. გავიდა ახლა ეს 35 წელიწადი და რაც დაითესა, მან ეს შედეგები აჩვენა, რომ ეს არის საშინელი იდეოლოგია, რომელმაც საერთოდ ამაზრზენი საზოგადოება შექმნა, ისე როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ასევე იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც დემოკრატიის ბრჭყალებში ექსპორტი ხდებოდა და ეს საშინელი საზოგადოება ახლა ამერიკას და BLM-ს და ამათ თავი დავანებოთ, რომლებიც არიან ეს ultraliberaluri ქვეყნები და ევროპას და ყველას დავანებოთ, ავიღოთ ეს საშინელი საზოგადოება, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ეს არის ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ნაციონალური მოძრაობა, მათი მიმდევრები, სოროსის ფონდი, ეს ავადმყოფები სულ ყველა, ავადმყოფები, როგორც ფიზიკურად მახინჯები, ასევე სულიერად მახინჯები და დეგრადირებული ტვინით. რომლებსაც დღესაც რო კითხო, ორი სქესის იქეთ, ორი სქესი რო არსებობს, ამის თქმა არ შეუძლია. ამიტომ შემოგარგებო, ეს საზოგადოება თვითონ შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში და ხო, რა თქმა უნდა, კმარელები და ეს ნაგავი. თვითონ ბრიტანეთში, ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ეს უფრო მკაცრად იქნა წარმოჩენილი, იმიტომ რომ ეს იყო მთლიანად დეგრადირებული საზოგადოება. ახლა აღარა მაქვს საუბარი იქ
ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე და შემდეგ ბავშვებზე სქესის გადაკეთებაზე და ამ ყველაფრის ძალით დანერგვაზე და ასე შემდეგ. ეთყობა მიხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინმე პატრიოტები, ვინც იყვნენ დარჩენილები, რომ ეს უნდა შეცვლილიყო და ფაქტია, რომ ამის ცვლილება ხდება ახლა ხედავთ ჩვენ ამ ცვლილებებს და მე პირდაპირ მინდა ახლა ვინც არის ის და არა საქმის კურსში უთხრათ თვითონ ილონ მასკის ფენომენი, რომელიც ტრამპის გუნდის ერთ-ერთი თანამებრძოლია და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი არის და ერთ-ერთი დიდი მეცნიერული გარღვევები აქვს აღმოჩენილი და რა ვიცი, ყველანაირად რო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ადამიანი თანამედროვეობის მისი ოჯახური ტრაგედია ზუსტად ის არც მალავს, რომ პირად შურისძიებაც არის ამ ყველაფერში. იმიტომ რომ მასკის ერთ-ერთი შვილს გადაუტრიალეს ტვინი, შეაცვლევიეს სქესი, რომელმაც გაწყვიტა მამასთან კონტაქტი და დაკარგა შვილი. რამაც ამხელა გავლენის მქონე პიროვნებამ ვერ შეძლო საკუთარი შვილი დაეცვა ამ სისტემიდან. ტესტები იყო 10,000-ობით შემთხვევა და უკვე ხდებოდა მთლიანად განადგურება ქვეყნის. ამიტომ ფაქტია, რომ იქ ტრამპის და მასკის გარდა კიდე არიან ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ და დაიწყო ეს ცვლილებები. დაიწყო ძალიან მინდა უთხრა ამ პირდაღებულ ქოცებს, ამ დებილებს განსაკუთრებით, რომლებიც ივანიშვილს ეგრევე უწყებენ იმას გამართლებას და გაправებას. კოჰაბიტაცია კი არ გამოუცხადებია ტრამპს. არანაირი კოჰაბიტაცია არ გამოუცხადებია. როგორც კი მოვიდა, ის რაც უცებ შესაძლებელი იყო გაიკეთებია, ყველაფერი გააკეთა. მათ შორის ჯანმოდან გამოსვლა ამერიკის თავრობის მსოფლიო სამედიცინო კიბო, რომელიც არსებობს COVID პანდემიის და ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი ისა. ჯარების გაგზავნა სამხრეთის შტატებში და საზღვრების კონტროლზე აყვანა ემიგრანტებიდან. თავიდან ბოლომდე წმენდა სახელმწიფო აპარატის ავადმყოფი ადამიანებიდან, სრულიად ავადმყოფი ადამიანებიდან, რომლებითაც გავსებული იყო და ესეთი განცხადება გააკეთა, რომ დამსახურებით უნდა მოხდესო სახელმწიფოშიო ესე რა ქვიაო სახელმწიფო თანამდებობის დაკავება და არა პრეფერენციები მიუცეთო ისეთ ადამიანებსო, რომლებსაც რადგანაც შავკანიანი არის, რადგანაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რა ქალბატონო თუ შეიძლება ახლა ტრამპმა ვინმე გეი სადმე დანიშნა, აქ ალბათ თქვენ ვერ ხვდებით მე კიდე რაზე მაქვს საუბარი. აქ არ არის სექსუალურ ორიენტაციას კი არ ებრძვის, უბრალოდ პოლიტიკას, რომელიც იყო აყვანილი ზედონეზე აყვანილი, ამას ებრძვის. ამაში არის საქმე. აქედან გამომდინარე, ეს როგორც კი დაიწყო შეერთებულ შტატებში, უამრავი ბიზნესი, რომელიც ასევე სტიმულირებული იყო და დაწინაურებული იყო ვინც ამ გეი პროპაგანდას და ამ LGBT პროპაგანდას, ხალხს გონია ეგ გეი პროპაგანდა ვიღაცის მართლა უკანალის. ამაზე არ არის ხალხო საქმე, ეს არის ჩვეულებრივი მართვის მეთოდი, რომელი მართვის მეთოდითაც ხდება დაჩრუნგება და გატეხვა საზოგადოებების. რომელსაც დააძალებენ რომელიღაცა კონსერვატიულ ნორმალურ საზოგადოებას და იქ სადაც ეს გაიხარებს და იქნება იმ ფორმით აყვანილი, როგორი ფორმითაც იგეგმება ეს ყველაფერი, რომ იგეგმებოდა მადლობა ღმერთს, ესე იგი ნებისმიერი საზოგადოების გატეხვა შეიძლება. ეს ხდებოდა საქართველოში ამ წლების მანძილზე, ხო? მეტი არაფერი. დაიწყო ამ ყველაფრის შეცვლა. იმ წუთში ესა რა ქვია ხდება გადადება ამ ყველაფრის დომინოს მეთოდით, იმიტომ არაბუნებრივი არის ეს
შხამი არის, ეს უბედურება არის. მაკდონალდსი დაწყებული უზარმაზარმა კომპანიებმა, რომლებზეც გეებზე და ამაზე კვოტები ჰქონდათ გამოყენებული, დაიწყეს ამ ყველაფრის ჩამოშლა, ჩამოქცევა, დროშების ჩამოხსნა, თმაც არ ჭირდებოდათ. მაგისი უკვე მისით დაიწყო. თვითონ ამერიკაში მიმდინარეობს განსაკუთრებული წმენდა სახელმწიფო აპარატის, იმიტომ რომ სულ პიდარასტებით და ჩატლახებით იყო გავსებული. დავიდან ბოლომდე. მთელი ეს ამერიკის მართვის რგოლი. თვითონ ეს დაავადებული ავადმყოფი ხალხი უკვე ამერიკიდან გარბის. ამერიკიდან გარბიან ეს მთელი საპიდარასტეთი და რა ვიცი, ალბათ შეიძლება საქართველოში მიიღეთ სადმე, ისე ძალიან გიყვართ თქვენ ბაია პატარაიებს და ამათ და გაუხსენით სადმე და ჩაიხუტეთ. გარბიან სადმე, ზოგი ავსტრალიაში გალბის, ზოგი ახალ ზელანდიაში გადის. ბნელი ტრამპის ამერიკაში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთო და თავდება ეს ეპოქა. იქამდე ისეც მოხდა, რომ აი მასკზე ვამბობდით და მასკმა ფაშისტურ მისალმებას რასაც ეძახიან, ეს რიტუალი შეასრულა, რომელი რიტუალიც, რა ვიცი, აქ საქართველოში რომ ვინმეს ჩაედინა და სადმე რომელიმე ქვეყანაში, არა მარტო საქართველოში, ვთქვათ, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, რა ვიცი, ციხეში ჩააგდებდნენ და საერთოდ ტრამპი წინა პრეზიდენტობაზეც ამბობდა, რომ მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს და კონსერვატორებს და ლიბერალიზმის ერა დამთავრდაო. ასე რომ დროსა და სივრცეში დგება სხვა ერა, იქ აღარ ამოგვიგო იმ დეტალებზე საუბარი, რომ ტრამპმა მიიწვია ეს კონსერვატიული, რომელიც არ მომხდარა ამერიკის საერთოდ საქართველოში ხო ეს კიდე ცალკე თემა არის, ვენებს იჭრიან და გარბიან, რომ ტრამპის იმაზე რა ქვია, ინაუგურაციაზე უნდა დასწრებული იყოს სალომე და მიიწვიეს. საერთოდ პოლიტიკოსებს არ იწვევენ. ეს ტრამპმა დაარღვია ეს ტრადიცია და ახლა მოიწვია უნგრეთის პრემიერი და რაღაც ინდოეთის და ჩინეთის და იმის მართველი რგოლი, თორე საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს არ იწვევენ. საერთოდ არ ხდება ეს. ეს არ არის ეს ტრადიცია. ჩვენ რო გვამადლიან თავს. ხო, ახლა რა შეიძლება იმას, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება გავიდეს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რატო? იმიტომ რომ ის რაც ახლა ინგრევა ამერიკაში, ეს აყროლებული იდეოლოგიის დანაშაულებრივი სინდიკატი. და აი, შემიძლია ვთქვა, რომ მე მინდა მიულოცო ამერიკელ ხალხს განთავისუფლება და ამ განთავისუფლების დასაწყისი აი ამ ჯოჯოხეთიდან, რომლიდანაც დაიწყო ამერიკამ განთავისუფლება. აი, ყველანაირად მინდა მიულოცო ამ ხალხს და ამ საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას კიდე აი ქართველობას რომლებსაც რომ მკითხო რომ აი სამშობლო უყვარს და გიждდება და ნვენებს იჭრიან, არაფრის გაკეთება რომ არ უნდა რომ თავისუფალი იყოს, ზუსტად იმიტომ ცხოვრობს ასე. აი მაგალითად ელემენტარულს ვიტყვი, ხო? შო აი რამოდენიმე დღის წინ არსებობს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი გაიზარდოს საქართველოში. ავტვირთე გვერდზე ბლანკიც შეგიძლიათ გადმოწეროთ, მოაწერიოთ ხელი და პიროვნებას ჩააბაროთ, რომ შემდეგ შევიდეს პარლამენტში ეს ინიციატივა, დავდები ლინკი, რომელიც პეტიციას აწერს. შეიძლება ონლაინ მოაწეროს ხელი, ვინც არაა იმაში საქართველოში, ან მიეხმარონ უბრალოდ ამ ადამიანს, მე ხო არ მეხება, ან ვინმეს ჩემი ოჯახის წევრს მარტო მთელი ერს ეხება, ხო? გადახვალ გვერდზე ელემენტარულად და ნახვა აქ ერთი 20,000 ვიდეოს და 400 ხელმოწერა ძლივსაა შეგროვებული. როდესაც აი ამ მეთოდით უდგება საზოგადოება საკუთარ ცვლილებებს და გონია რომ იქ ამერიკაში ტრამპი მოვიდა და საქართველოში ავტომატურად რამე ეშველება, არ ეშველება და არც უნდა ეშველოს. არ იმსახურებს ასეთი საზოგადოება უბრალოდ გადარჩენას. და უკეთეს მდგომარეობას და აი ამერიკელებმა მოინდომეს. და ის
იქნება მალე შედეგები. ხო. არა და რო კითხო ახლა პატრიოტიზმის ლექციებს წაგიკითხავენ და აქეთ მასწავლის. ახლა სადა ქვეყანა კიდე რომ ამდენი უნდა იყოს ხელფასი და იმდენი არ იყოს. ის რომ მოკიდო ხელ და 20 ლარის მაგივრად რომ 800 ლარი ქონდეს ხელფასი, ამის შევსება არ გინდა ბლანკის. მეტრი არაფერი გევალება. ეს მაინც ვარა ჩემი ინიციატივა მსხვისი და ახლა ასეთი საზოგადოება იბრძოლებს იმისთვის რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები დადგეს. მე ჩემოკარგებო. როდესაც გაგიკვირდებათ თუ ეს ყველაფერი რატო ხდება? აი ამიტომ ხდება. ხარა შეიძლება ამ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას პრეზიდენტს ჯერ საერთოდ ამ ხალხის დებილიზმით ავარ უბრალოდ უკვე მაგრამ რასიზ ამიცით აი საერთოდ ეს ჩვეულებრივი სცენი არის დებილიზმის სცენი არის რომელიც დებილიზმის სცენით მოდებული არის ტოტალურად სალომე ზურაბიშვილი დაგულაობს გაისვამს გაისჭამს ხანაკითაა ხანიკეთაა და ეს შტერი ხალხი ხან ზუგდიდშია თუ რუსთაველზეა თუ სადმე იმაშვება რა ქვია ტაშრუპავს თან ეს ხალხი რომელიც რომ გეკითხა ამ საზოგადოებისთვის და ამ ხალხისთვის ტრამპს ვერ იტანდნენ ტრამპი რუსეთის აგენტი იყო ტრამპი რუსეთის კაცი იყო და ევროკავშირის დროშები გადაყარეს ახლა და ამერიკის დროშებით რუსთაველზე ამერიკას რასულოცავთ რუსეთის კაცი და პუტინის ძმაკაცი მოვიდა სათავეში და რასულოცავთ და ელემენტარულად აი შეხედეთ აი ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ამათი მტრობა რას უძამს ხო სიტყვაზე რო ვთქვათ ემას რა ქვია აი ტრამპს მაგრამ ტრამპის ლანძღვაგინებაში რო იყვნენ და პირველები გაიქცნენ იქ ინაუგურაციაზე რომ ვიღაცა შეუძრონ უკანალში პირველები ხო? ან რაშია აქ საქმე ხალხო? ძალიან მარტივადაა საქმე. ესენი და ის ბულონის ტყის ბოზი ის პრეზიდენტად წოდებული ხაზარაძესთან ერთად წასულები არიან ახლა ამერიკაში და იმისთვის დადიან რომ აი ჩვენ ვართ უკვე გამოცდილი მოღალატეები ჩვენი ქვეყნის და ყავს აქაური მფარველები და ახლა ნუ დავტოვებთ უპატრონოთ ამერიკიდან საქართველოში და ეს მთელი ჩვენი პარტია და ჩვენი მომხრეებით მოგემსახურებით რომელიც ძალაც მოხვალთ ან რომელიც იქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ. ხო ნუ დავტოვებთ ახლა უპატრონოთ საქართველოში. მოკლედ ესენი როგორ არიან ახლა იცით? აი ბოზი რო არის ხალი და ფულიანი საყვარელი რო ყავს. და რომ მოუკვდება ეს ფულიანი საყვარელი ან მიატოვებს და ოჯახს აუბრუნდება და რაღაცა და დარჩება მარტო. და აღარ აძლევს ფულს არავინ და თუ სადმე გასვენებას და თუ სადმე ქორწილს გაიგებს და თუ სადმე ტუშოვკას გაიგებს ნიკოპსიდან და რუბანდამდე რომ დაწანწალობს რომ იქნება ახალი იშოვოს ვინმე. აი ასე არიან ეს ბოზების მოდგმა საერთოდ ჯიშად. ამას აკეთებენ მეც არაფერს და მე რა მოხდა თუ გუშინ პუტინის ძმა კაცი და რუსეთუნე იყო ტრამპი დღეს ამერიკის პრეზიდენტია და აღარ იციან უკვე ტრამპს როგორ შეუძრენ უკანალში და ტრამპის ადმინისტრაციას მოკლედ ესენი წასული არიან საღალატოდ და წაყვანილი ყავთ ის ყულაბაც ეს ხაზარაძეც წაყვანილი ყავთ იმისთვის რომ იქ დაალაგონ ვიღაცას ფული გაუმაზონ და მთავარია ამერიკიდან ასე თქვენ მთავარია ამათი საქმე კარგად არ მიდის. ახლა ნაგავი არ ჩაიძირება წყალში. მაგრამ ამათი საქმე არ მიდის კარგად, იმიტომ რომ ტრამპმა ამაშიც გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება 90 წლით ყველა ქვეყანასთან ჩერდება, უნდა იქნას გადამოწმებული, ვის უხდიდნენ, რას უხდიდნენ, რისთვის უხდიდნენ და ამ გადახდილ ფულს რას იკეთე მოქონდა ამერიკისთვის. ხო და თავისთავად ამ ბადეში არიან მოყოლილი. ესენც ჭირდებათ რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირი როდესაც იყო ლანა ღოღობერიძე ეს ბოზი ჩათლახი კახვა ხო სიტყვაზე ვამბობ და მისი ეს ქეთი დოლიძე და სხვა ბოზი ჩათლახები პირველი კომუნისტები იყვნენ პირველი ლენინელები იყვნენ
როგორც კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, პირველი მედასავლეთეები გახდნენ. და ახლა საფლავში სალიფეხი აქ საფლავში ჩადებული, სხვა ყავს ფეხზე გამოგმული ლანა ღოღობერძეს მოღალატეების ჯიშს. ახლაც გამყიდველად უნდა ჩაძაღლდეს. მაგრამ ახლა რომ მოbrunდეს ისევე სიტუაცია, ახლა ისევე რუსეთისკენ წავლით, ამიჯერეთ. ახლა რომ დადგეს სიტუაცია, რომ გადაბრუნდეს და ისე რუსეთი შემოbrunდეს აქ ბოლომდე მოდაში შემოbrunდეს, რუსეთი არსად არ წასულა. იმ წუთში გაახსენდება თავიანთი ის გმირობები და მამა რო ყავდა ბოლშევიკი და ხალხს რო ხრიტავდა ტაბურეტკა. და თვითონ რო კომპარტიის წევრები იყვნენ და ის შეაზები ჰქონდათ. ხვალზე ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ისლამური სახელმწიფო რო შემოვიდეს საქართველოში, პირველი ალაჰ აკბარს დაიძახებენ და საერთოდ ეს მოღალატის ფენომენია, მაგრამ იმ წუთში იცვლებია. ეს უკვე დაეტყვით, ჯერ არ მოსულა იქ ყველაფერი, მაგრამ ეს უკვე დაეტყვა ამ ყველაფერს საქართველოში. და არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში ძალიან მარტივად დაეტყვა იქ ყველაფერი. მაგალითად ახლა ეს შეიძლება დიდი პატივი არის ამ მარგინალური პერსონის, საერთოდ მართლა დიდი პატივია. ახლა ერთხელ ჩემი ხათრით კაბა ჩაიცვა, გაიხსენა ეს კაბაში როგორ დადიოდა. ეს გეცნობათ ხო ეს შმანგო ეს ადამიანი, რომელიც ყველაფერ ქართულს და ყველაფერ ეროვნულს რო ლანძღავს და აგინებს და დიდი ის რო არის ახლა გამხდარი, რა ქვია, ბოლო დროს კიდე მართლმადიდებლობას რო ებრძვის და რა ვიცი 1000 ბინძურებს აკეთებდა და აკეთებს, თან ქველმოქმედი როა გამხდარი ახლა ბოლო დროს. წასულა იმაში, რა ქვია, საუდის არაბეთში წასულა, რომ თურმე საუდის არაბეთის ზემო ენატრა და ეგ გაუგნებულია ახლა საუდის არაბეთის და არაბების სიკეთეებით და იმითი, რა ქვია, რა თბილი კეთილი და როგორი გულუბრიყვილო ხალხი არიან თურმე არაბები და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ გამოეწყო არაბულ ტანსაცმელში და ეთქო დავითის ვარსკვლავი როგითია გულზე და ებრაელი როა ახლა ამას ხო არ ახმაურებს კაცო. მაგრამ ჩასული არის ასე, ხო და არდა რო გეკითხა პირველი ლიბერალი და პირწავარნელი იყო. და პირველი ტრაკის უფლებაზე იყო გამწერებული. რომ რას ქვია LGBT-ებს საქართველოს ბნელი განუვითარებელი ქვეყანა არ არსებობს. ახლა საუდის არაბეთში აბსოლუტური მონარქია და ხალხს ქუჩაში ხმლით ჭრიან თავს. კანტრიამ დამიწერა რომ ტრაგის მისაცემათა წასული უკაცრავად აუდიტორიასთან. მაგრამ ერთი რაღაცა, იცით? ახლა ამას რო კითხო, ვითომ არ იცის? და ძალიან კარგად იცის, რომ საუდის არაბეთში და ირანში მაგალითად LGBT-ებს პიდარასტებს სიკვდილით სჭიან. მაგრამ ეს მიდის ახლა იქ გამოეწყო არაბულ ტანსაცმელში და ეს არ ახსოვს. ახლა პიდარასტების უფლებები არ ახსოვს. ხო და თუ არ იცი მანგო, ხო აქ ხო ყავთ ფერი და მიაწოდეთ ეს ინფორმაცია, მე მაინც დავუწერე იქ გვერდზე. საუდის არაბეთში, სადაც აბსოლუტური მონარქია და არანაირი დემოკრატია არ არსებობს და ხმლით ჭრიან ქუჩაში ხალხს თავს, მათ შორის პიდარასტებს, მანგოია არ შეცდე და ტრაკი არ მიცე ვინმეს, თავი არ დაიღუპო. თუ არ მოგაჭრიან მაგ გასიებულ თავსაც, წაგაგდებიებენ ძირში. არ შეცდე სასიკვდილო შეცდომა არ დაუშვა. ხო. და იყავი მაგ ეს პატიოსანი და ესეთი ადამიანი. თუ არა, ტრაკი თუ მიეცი, ეგრევე თავს წაგაგდებიებენ კათამივით. ასე იქნება შენი საქმე. რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს რა? ხომ ხედავთ რომ ამათი შემოbrunება და გადატრიალება როგორ მარტივად ხდება. ესენი ადაპტირდებიან ყველა დამპყრობელთან. ყველა დამპყრობელთან ადაპტირდებიან ძალიან მარტივად. იმის დროს ასე იყო საჭირო, ამის დროს ასე იყო საჭირო, ინდათ ეს, რა ქვია, ამ იმას უსუფაშვილი, რომელიც 9 აპრილის მერე თურმე კომუნისტური პარტიის გარდაქმნა თურმე ეს იყო, რა ქვია, მაგის მთავარი და ამიტომ იყო თურმე 9 აპრილის მერე შესული პარტიაში თურმე.
ხო და ახლაც რომ უბრუნდება მე მჯერა იმ კომპარტიის ბარათი არ აქვს იმას დახეული და ამოაძრობს და პირველი დასავლელი და შიგევროპელი გახდება ეს რა ქვია პირველი რუსეთული. და ჩვენი პრობლემებს რომ საერთოდ ტყუილში მაცხოვრებელი საზოგადოების პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ტყუილი, იმიტომ რომ სიმართლე ეზიზღება. აქედან გამომდინარე, აი ახლა კომენტარში მიწევს რომ სოსო მანჯავიძე ამას ამბობს, იმას ამბობს, რომ მეც მქონდა ბლოგი, ვინც ვისაც გაინტერესებთ YouTube-ის არხზე, სადაც ბატონი დემურ გიორხელიძე, პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი ამბობდა, რომ საქართველოში დარჩენილი არის 1.300.000-მდე ეთნიკურად ქართველი. იქ ვითომ ბევრმა ვერ გაიგო. რომ მილიონ რაღაცა არის სხვა საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ადამიანები, ამდენი მოქალაქეობა აქვს ჩინელს, ამდენი მოქალაქეობა აქვს არაბს, ამდენი ისაკ და ამაში არის საქმე. და აი ატყდა ახლა ერთი ის რომ სოსო მანჯავიძეო ამბობსო რომ ესო რა ქვიაო თურმეო ესო პროპაგანდარიო და გაბუქებული არისო 800-ია. ვიდეო მოვისმენთ ახლა განათლება საკმაოდ დიდი აქვს მანჯავიძეს. საიმისოთ რომ გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვს და ხელისუფლების პაძეშკას მოაკეთებ რა. ხელისუფლების პაძეშკას მოაკეთებ. ვისაც გაინტერესებთ როგორ და რანაირადა შებრძანდით ჩემ გვერდზე და ნახეთ ის საშინელი სტატისტიკა, რომელიც საშინელი სტატისტიკაც საქსტატის მოწოდებული არის, დემოგრაფების დაწერილი არის, დადგენილი არის, გაეროს ფონდის დადგენილი არის და იმაზე მეტი სწრაფად მიმდინარეობს საქართველოში აბორიგენი მოსახლეობის შემცირება და საქართველოს დაცლა, ვიდრე თვითონ გაეროს ექსპერტები ამას წერდნენ. სოსო მანჯავიძეს ახლა რა რგონია და რა გონია, მე ნაკლებად მაინტერესებს რა. ნაკლებად მაინტერესებს. და იმის მაგივრად რაც იქ არის მოყვანილი, რომ ყოველწლიურად 800-მდე ბავშვი კვდება იმისთვის, რომ შესაბამისი კვების საშუალება არ გააჩნია და სხვა 1000 უბედურებები, რაც დემოგრაფიული კრიზისის პრობლემას რაც ახდენს, იმაზე ილაპარაკოს ჯობია. იმაზე ილაპარაკოს. და დემურ გიორხელიძე არა ის ადამიანი ჰაერზე ამბობდეს ამ სიტყვებს. და არ ჭირდება ამას არანაირი წყაროებიდან გამოტანილი ინფორმაცია, ეს არის ჩვეულებრივი აწყვეტი, გადახედეთ. მე მაგალითად რო ვთქვა, ჩემ რაიონში, ჩემ ლენტეხის რაიონში, ჩემ თვალწინ მაგალითად ბავშვობაში რაც მახსოვს, დაახლოებით 15 სოფელი საერთოდ გაუკაცრიელებულია. მათ შორის ჩემი სოფელი, რომელიც გავსებული იყო, დარჩენილი არის 4 ოჯახი. დანარჩენი ან გარდაიცვალა უფროსი თაობა იყო, ახალგაზრდა თაობამ ვერ ჩაანაცვლა ეს ყველაფერი, ან ვინც დარჩენილი გასულია ქვეყნის გარეთ. გამომივა ახლა ეს მანჯავიძე იქნება თუ ვინ და კიდე იყოს რომ გაბუქებულია ასე არა, აბა როგორა. ეხლა შეხედეთ იმას თუ 20,000 თურქით დაწყებულიო ერთ დღეს რომ მიანიჭა სააკაშვილმა, მაგდარი მოქალაქეობები რამდენს აქვს მინიჭებული და ამ გზაზე თუ არ მიდიოდა და გირჩი და ის თუ არ ყვიროდა და წიოდა, რომ ჩვენი ოცნება არის, რომ საქართველოს იმაში რა ქვია, დემოგრაფიულად უმცირესობაში იყოს ქართველი. და სხვა ჯულის ხალხი იყოსო ჩამოსული. არაბებით დაწყებული და 1000 ჯულით ხალხი დარიგებული აქვს მოქალაქეობა. და სალომე ზურაბიშვილი იყო მაშინ, როდესაც ეროვნების ნიშნით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე იყო საქმე 21 საუკუნეში, რომელი ეროვნებაზე არისო ლაპარაკიო სირცხვილია. ეს პოლიტიკა გაატარეს ხოცემ და არ უნდა რა ამას მანჯავიძეს ესე კუდის გაქიცინება კოცობისთვის რა. ის მაგივრად მაგაზე ილაპარაკონ. საკმაოდ დიდი განათლება აქვს სამაგისტრო და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ჰაერზე მაგკაცი არ ლაპარაკობს. ვინმე დაავალა ლაპარაკი და დიდი ალბათობით დაავალეს ალბათ ლაპარაკი, რომ გააправოს ხელისუფლება, გააправოს. მაგრამ იგივე არა, ეგრე უფრო უარესათაა კიდე. ახლა ამას დაწერენ, დაადგენენ. რა თუნდა ამას თქმა? გადახედეთ თქვენი ირგვლივ შემცირებული არა მოსახლეობა? არავის ხალხს არ გრუზავ ჩემო ძმაო. არავის არ გრუზავ და თუ ვინმე სიმართლის მოსმენა არ უნდა, ეს ჩემი ბრალი არა. და ხალხი ცოდოკი არა. ხალხი მასა.
რომელსაც არ უნდა საკუთარი თავის შველა და იბრიყვებს თავს და 20,000 ადამიანი რო ნახავს ვიდეოს და ონლაინ რო 400-ზე მეტი ხელმოწერას არ გააკეთებს, ხალხი ხელი დაჩამორებული ამას ქვია. დაჩამორებული ქვია, რომ საკუთარი სახელი და გვარი არ დაფიქსირდეს თუნდაც იმ აქტივობაში, სადაც რო თვითონ გაიზარდოს ხელფასი. ყრუსო, ცოლი მოუკვდაო და ესო, რაფერო გავაგები, ვერ ვაგებიებდო, ყრუაო. რა ვქნავთო? გვერდში ვარ და უწობაო, ხო გეიგებსო. მეტი რაღა უნდა მოხდეს. დაიცალა მთელი სოფლები, მთელი რაიონები, ამდენი სიკვდილიანობა, ამდენი უბედურება ტრიალებს საქართველოში. თბილისში ქართულს ვერ გეიგონებ ნახევრად. მძღოლებით უცხოელები არიან. სტატისტიკას შეხედეთ, ყოველწლიურად 270,000 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან უკან ბრუნდება და გამოვა ვიღაცა მანჯავიძე იქნება. ეს ასე არა, გაბუქებულია. შენ თუ ხარ ყრუ, ჩვენ არა ვართ ყრუები. და სიმართლის თქმა, სიმართლე ვისაც არ მოწონს, არ მინდა ახლა სულ მართლა ეს რამდენი მწერს დღესაც მომწერეთ, გეხვეწებით, ოჯახით უსმენთ, ნუ იგინები, ნუ იმაშვები. ბიჭო, ადამიანი ვარ მეც და როდესაც ვხედავ ასე დაქლიავებულ ადამიანს, რომ უხსნით და გადარჩენა რო უნდა, სიკეთე რო უნდა და ხელმოწერას რო ვერ ბედავს. ახლა ის ომში წავა? ის ქვეყნისთვის იომებს? მე ბრაზდები რომ ამნაირი ქართველი არ იყო ბუნებით და რამ დააჭმურა და იმას ვიტყვი კიდე ვისაც სიმართლე არ უყვარს მისი დედას უყოლასი რა. ეგა სიმართლე. და ელოდება ტრამპი მევიდა და დაკრავს ხელს და საქართველოში გადაბრუნდება სიტუაცია და კარგად წავა ყველაფერი. ამდე არ გეტკინათ არაფერი ჩემო არიგა. მასე რო შენდებოდეს ქვეყნები მასე ეგონა ბიძინასაც შპილება. არა მგონია გონებოდა, ტრამპი მოვაო, მეშველებაო და ეს დამთავრდებაო. ეგრე მეორე ბანკში ახევენ ფულს. მეორე ბანკში ახევენ ეგერ ფულს შვეიცარიულ ბანკში. და ძალიან კარგი. უფრო მეტი უნდა წაართვან და საერთოდ ყველას უნდა წაართვან ფულები. აბსოლუტურად ყველას. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ მისი ხალხისთვის და მის ქვეყანაში ჩაედო ფული და მისი ხალხი დაესაქმებია, შეუზრვა უკანალში და 10 მაგი და 100 მაგი მოგება ეშოვა საქართველოში და მისი ხალხი არ გაქცეულიყო ქვეყნიდან, იქ წავიდა და შეტენა ფულები შვეიცარიულ კომპანიებს და ამერიკულ კომპანიებს და ახლა ადებენ სანქციებს. ხო არ შევიბრალო და ხო არ შევიცოდო. და ქართველებს მოგვიბრუნდა და ამას გვიკეთებს, რასაც გვიკეთებს. 12 წელიწადია მურმანყუს, შაჰაბასის, თემურლენგის ოცნება ერთიანად ახდენილია, დაცლილია საქართველო. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიზინა, პატრიოტია ქვეყნის გამო, ქვეყნიდან არ გაიქცეს. მონა შნირი ჩმორი ხალხი. ქვეყნიდან იმიტომ არ გადის, თავს წააგდებიებენ. თქვენ დაჯექით და ბიზინა იტირეთ. ქვეყანა კი არ იტირეთ და თქვენ თავი კი არ იტირეთ. ბიზინა იტირეთ. და ტრამპი მევიდა და გიშველით. ადრე თუ გვიან, აი ნაცებს ხო და ყველას ამათ ხო მოუბრუნდებათ ყველაფერი. ივანიშვილსაც მოუბრუნდება ყველაფერი. რასაც გეუბნებოდ ხო ყველაფერი ახლა. ისე მწარეთ მოუბრუნდებათ ამას ყველაფერი. ესენ ჯერ გაჭირვებული ხავს ეკიდებოდაო ისეა მათი საქმე. ამათ არც ფული უშველით, ამათ არც უცხოელები არ უშველით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს. აუცილებლად მოხდება ეგ ყველაფერი. ახლა თუ ომში არ ჩართეს ქვეყანა, მე ნუ მამადლიან თავს, ჩემთვის 35 წელიწადია დაქცეულია ქვეყანა. არეულობის, უბედურობის და გაჭირვების და ფულები მაგათმა რო იშოვეს, მილიონები და მილიარდები საქართველოში, იმის დაკარგვის ეშინიათ და თანამდებობის დაკარგვის ეშინიათ. და სხვა ქვეყანაში რო წავიდნენ, ასე დაცულად ვერ იქნებიან საქართველოში პოლიცია, უშიშროება, დაზვერვა, დაცვის სამსახურები, კერძო, სახელმწიფო, ჯარი, ყველა მაგათი ბედნიერების სამსახურშია ჩამდგარი. სამდაზე ვიდნენ ქერის ორმოდან. მე რას დავკარგავ? მე რა ძვირფასი მქონდა, იმდენი რამე დავკარგე და იმდენი უბედურება და მოხდა ჩემი ირგვლივ, არც ცოცხლას აღარ აქვს დიდი ფასი. არც ფული და არც ქონება, არც მიგროვებია და არც მაინტერესებს არ ვუსმენ, მაგრამ მაგენი ფულს და ქონებას უყურებენ, ყველაფერს ფულში წონიან.
მოკლედ ამაში არის საქმე და საქმე ის არის, რომ სულ სხვა თემაზე დავიწყეთ და სულ სხვა თემაზე გადავიდეთ, მაგრამ გლობალური ცვლილებები აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება გლობალური ცვლილებები. აი, ზოგი რო იძახოთ, აი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, გაჩერდება ომი. გაჩერებულია ომი უკრაინაში? გაჩერებულია? კი ბარო, რო გავხდებიო 24 საათში ამთავრებდიო, ერთ დღეში ამთავრებდიო ომსო და ახლა რა შობიო, როდის ამთავრებო ომსო რო გითხე. ჯერო ნახევარი დღე გევიდაო და მეორე ნახევარი წინამაღთა დავამთავრებო პასუხა იმ. კი ბატონო, ტრამპს თავისი ქვეყნის გარდა არც ერთი ქვეყანა არ აინტერესებს და არც უნდა აინტერესებდეს. ქალბატონო ხათუნა, გვეშველება რამე გამოსავალი სად არის? შებრძანდით ჩემი YouTube-ის არხზე, შებრძანდით ვიდეოში და ნახეთ. პასუხი კითხვაზე გვეშველება რამე. მოусმინეთ 40 წუთი დახარჯეთ და არის ჩემი პასუხი მაგ ყველაფერზე, თუ გვეშველება და როგორ გვეშველება. მაისში დაამთავრებს ქალბატონო ნინო. შეიძლება აპრილშიც მოასწროს, მაგრამ რა ვიცი, ასე ხდება საერთოდ. ტრამპი კი არა, მამაზეციერმა შეიძლება მაგომი ვერ დაამთავროს მაისში. ერა, იმიტომ რომ ომს სულელებიც მარტივად იწყებენ და მე 1000 ბრძენი ვერ ამთავრებს იმ ომზე. არ არის ეგრე მარტივად ომის დამთავრება. არ არის. იქ ეს ომი დიდი ხნის წინ გადახდილია. უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, იქ უზარმაზარი სისხლია დაღვრილი. იქ 1000 სხვა უბედურებებია მომხდარი და არც ისე მარტო არ ხდება, რომ იქ გადაწყვიტეს და ეს მთავრდება. ცხელი ფაზაც რო დამთავრდეს ომის, ხო? აი ცხელი ფაზა. და რაღაც სტაბილიზაციაზე წავიდნენ. ერთმანეთში შეტაკებები, ლოკალური ამბები კიდე წლები გაგრძელდება მაგ. ასია ეს. იძახდნენ. უკრაინა უნდა იქცესო ევროპის ავღანეთათო და ქცეულია. ქცეულია. მაგრამ არა მარტო რუსეთის მიმართულებაზე, ევროპის მიმართულებაზეც იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზები უკრაინიდან. ეს მათ შექმნეს ეს ჰიბრიდი ამ წლების მანძილზე და ასე იქნება. ასე რომ ტრამპის ხელის დაკვრაზე მაგი არ დაწყებულა და ტრამპის ხელის დაკვრაზე მაგი არ დამთავრდება. ამიტომ ვამბობ, ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენ თავს წესი და რიგი და ვიფიქროთ ჩვენზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოებას, რომელსაც მარტო ყურება უნდა ბლოგების და ამით სიამოვნების მიღება და ინფორმირების მიღება თუ რა ვიცი, რისი და ეს ერთხელ კულტურად იქცა იქ ყველაფერი და ხელის მოწერა არ უნდა იმაზე, რომ 20 ლარის მაგივრად 800 ლარი ქონდეს ხელფასი, ეს საზოგადოება ვერ გადარჩება და არც უნდა გადარჩეს. არც უნდა გადარჩეს, ეს ჯუნგლის კანონია. ველური ბუნების კანონია. ბრძოლა საერთოდ არსებობა ცხოვრება და ბრძოლაში ძლიერები იმარჯვებენ. თუ ასე დასუსტდა და დაშტერდა და დაჩმორდა და დაქლიავდა ქართველების დიდი ნაწილი, რომ გადარჩენა არ უნდა, მაშინ ის ვერ გადარჩება. მამაზეც ადამიანს რო ეხოცო თავი არ მოიკლავო და შუშაში ჩასვა იმას თავის მოკლათ უნდა მაინც აღდა მოიკლავს. თუ კი ერს გადაწყვეტილი აქვს სუიციდი, ეროვნული სუიციდი, გააგრძელოს ასე ცხოვრება კაცო. მიშა ხო მოგვაშორეს. ბიზინა ხო ამას არ გვიშობა, იმას არ გვიშობა. ხო. სიმართლე თქვი მანჯავიძემ იგი თქვა, სხვა ეროვნულებმა იგი თქვეს, ამათმა იგი თქვეს. აი 2 მილიონი ქართველი იყოს დარჩენილი თუნდაც საქართველოში. ამ ხელა მდიდარ ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანის შენახვა რა პრობლემა გაუხდა ბატონ ბიზინას. როცა ამ 2 მილიონიდან 1,700,000 800,000 ვინც არა მაგ კოდლაში ემიგრანტების გზავნილებით ირჩენს თავს. სად მიდის ქვეყნის დანარჩენი დოვლათი? აი 2 მილიონი იყოს, თუმცა არა ეთნიკური ქართველი 2 მილიონი არა საქართველოში. საუბედუროდ და სამწუხაროდ. ნერე? ვისია ეს ქვეყანა? რატო ვერ არჩენს 2 მილიონ ქართველს? ხო და 5 მილიონი 400,000-დან ჩამოვიდეთ 2 მილიონზე. არა 1,300,000 2 მილიონია ვთქვათ. რატო ვერ ინახავს? რატო აქვს 20 ლარი ქართველის პენსია? ხელფასი თვეში კანონით. 400 ლარს რატო ვერ აცდა ეს პენსიები და ეს იგენ? რა ხდება? 100,000-იც რო დარჩეს
100,000-იც რო დარჩეს საქართველოში. ქართველი ღმერთმა დაგვიფაროს. 100,000-საც კი ვერ შეინახავს ეს სისტემა და არ შეინახავს. რო იცოდეთ ის. სისტემა ასეთი. გაყიდული არის. საერთოდ დიდ გეგმაში საქართველოში 250,000 ადამიანი არის დასატოვებელი. ხო, ასეა ეს სერვისის ხალხად და ეგზემპლარებად. ამიტომ თუ არ მოინდომებს გადარჩენას, გადაგვარჩინა რუსეთმა მაშინ 700,000 რო ვიყავით დარჩენილი. დავედით 5,400,000 და ვინც გადაგვარჩინა, იმას ვაგინებ დღე-დაღამე დედას და ვლანძღავთ და ვაფურთხებთ. რატო გადაგვარჩინიო? არა მაქვს საუბარი, რუსეთმა რამდენი სისასტიკე გააკეთა და ეს, მაგრამ სიმართლე ხო ასე? ხო სიმართლე ასე? ხო ვიყავით ამ დღეში ჩავარდნილი? ხო იყო იმ დღეში ქართველი ჩავარდნილი, რომ შვილს ზრდიდა ერთ იმისთვის, რომ გაეყიდა. ოსმანზე, თურქზე. ახლაც ხომ მიეყიდენ თურქებს, თურქის პასუხი არავინ არ ყავს. ისტორია მეორდება. მოღალატეები ყოველთვის იყვნენ. სოლომონ პირველი, როდესაც ებრძოდა ხრესილის ბრძოლაში ოსმალებს, 44,000-დან სულ თურქთა კორპუსი იყო ერთი 24,000. დანარჩენი მოღალატე ქართველები, ბიძამისების და მათი რაჭის თავები ჩამოსული და გვერდში დამდგარი და გამაჰმადიანებული ქართველები ახალციხიდან, ახალქალაქიდან, აჭარიდან და სხვადასხვა საფაშოებიდან. დღეს რომ მიმოხდეს ეს შიგ ევროპელებს, ვისაც ხედავთ, საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ ევროპის და ამერიკის ჯარში არ შეეწერებიან? თვალ და უხამხამები, მათ გარეშე კლავენ, სულს გაძრობენ და ბრასიზამ. თვალს გთხრიან, რას სქვია, შენ სხვანაირად ფიქრობ. ეგ არის. მაისამდე ტრამპმა თუ მოასწრო და წინა ადმინისტრაციის ნაგვიდან გაწმინდა მისი სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო სისტემები, ეს იქნება დიდი გამარჯვება, ეს რო იცოდეთ. კარგი, დაგიმშვიდობებით, ჩემო კარგებო. გვიანია ახლა საქართველოშიც და არ ვიცი, მომავალშიც როცა მოვახერხებ ვიდეო ლაივების ჩაწერას, შეიძლება სხვა დროისთვის მომიწვიოს. თანდათან დავრეგულირდები ამ რეალობიდან გამომდინარე. მშვიდობა მაქვს, კარგათა ვარ, დიდი მადლობა ყველას მოგითხვისთვის, ვინც ნერვიულობდით. ისაც გაინტერესებდათ, მეც მომენატრეთ თქვენთან საუბარი. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ერთნაირი არა, მithumetes ჩემ მდგომარეობაში და ასე რაღაც ცვლილებები მაქვს და იქიდან გამომდინარე ძველი დროით ვეღარ ვახერხებ თქვენთან ის თავისუფალ კომუნიკაციას. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ ღმერთმა.